ეს სურამის შემოვლითი მაგისტრალური გზაა, ხაშურის 13 კილომეტრიანი გზის გაგრძელება, რომელიც სურამისა და ჩუმათელეთის ავლით პირდაპირ რიკოთის საუღელტეხილო გზის პირველ გვირაბს უერთდება. მშენებლობა უკვე დასკვნით ეტაპზეა. ახალი მონაკვეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც დაბა სურამს ტრანზიტული მოძრაობისა და საცობებისგან განტვირთავს. მოქალაქეებს კომფორტ შეუქმნის, გადაადგილების დროს კი შეამცირებს. საქართველოში არასდროს მსგავსი მასშტაბის სამუშაოები არ ყოფილა ნაწარმოები, ეს არის მართლა ისტორიული ფაქტი და მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენს მოსახლეობას და არა მხოლოდ ჩვენს მოსახლეობას ექნება საშუალება უახლოეს პერიოდში რიკოთის ამ მნიშვნელოვანი მონაკვეთით ისარგებლოს. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება და წინ გადადგმული ნაბიჯია და კიდევ ერთხელ მინდა ყველას დიდი მადლობა გადაუხადო ათასობით ადამიანს, ვინც წლების განმავლობაში დაუღალავად შრომობდა იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო. ახალი მონაკვეთი 4-ზოლიან მაგისტრალს 11 ხიდსა და 5 გვირაბს მოიცავს. მასშტაბური პროექტის ფარგლებში ხიდები და გვირაბები უკვე აშენებულია. სამუშაოების შემდეგი ეტაპი გვირაბებში ელექტროსისტემების, სავენტილაციო აღჭურვილობისა და განათების მონტაჟთან ერთად გვირაბების მართვის შენობების მშენებლობასაც მოიცავს. უაღრესად მნიშვნელოვანი მონაკვეთია, 6.4 კილომეტრია, ფაქტიურად უკვე ავშენებულ ავტობანს, რომელიც მოდის სურამამდე, აერთებს რიკოთის მონაკვეთს. ყველაზე კრიტიკული მონაკვეთია ეხლა მთელ ინფრასტრუქტურულ გზების ნაწილში, ესე ვთქვათ, სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, დასრულების ფაზაში ვართ, როგორც ხედავთ, ბევრი სამუშაო პარალელურად მიმდინარეობს. საკმაოდ რთული მონაკვეთი იყო გეოლოგიური პირობებიდან გამომდინარე, მაგრამ კარგად დავძლიეთ ეს მონაკვეთი. ეხლა მიმდინარეობს მოპირკეთებითი სამუშაოები და ელექტრომექანიკური ნაწილის მონტაჟი, განათებების, ტრანსფორმატორ ოთახების და სამართავი პუნქტების მოწყობა. 6.4 კილომეტრის სიგრძის სურამის შემოვლითი მაგისტრალური გზა საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით შენდება. აღნიშნული სამუშაოები როგორც მუნიციპალიტეტისთვის, ასევე რეგიონისთვის და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე ჩვენ მოსახლეობას გაუმჯობესდება გადაადგილება, რა თქმა უნდა, აღნიშნული მონაკვეთის გახსნა შეამცირებს როგორც დროით გადაადგილების რაოდენობას, ასევე უფრო კომფორტულად მოუწევს ჩვენ მოსახლეობას გადაადგილება. ახალი მონაკვეთის მშენებლობა მსოფლიო ბანკის სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. მისი ჯამური ღირებულება 265 მილიონ ლარს შეადგენს.